სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებს. ასე აფასებს ვითარებას საქართველოში ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი. ნიკა მელიამ ვაშინგტონში შეხვედრების სწორედ ანალიტიკური კვლევით ინსტიტუტში ჯეიმსთაუნის ფონდში დაიწყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ფონდის პრეზიდენტს გლენ ჰოვარდს შეხვდა. ფონდი 1984 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა. პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებული მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეხვედრების შესახებ ახლა უფრო დეტალურად ანა ასათიანი ისაუბრებს ვაშინგტონიდან. ნიკა მელია აგრძელებს შეხვედრებს ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში ჯეიმსთაუნის ფონდში ფონდის პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყო. გლენ ჰოვარდმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სწორედ ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსები არიან საქართველოს ნათელი მომავლის გარანტორები. ნიკა მელიასთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ ციხეში ყოფნის დროს საქართველოს მომავალზე ფიქრში გამოიყენა. ახლა საქართველოში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებს. საქართველოს მომავალი მრავალპარტიული უნდა იყოს და ეს პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რათა გარეშე მტერს გაუწიონ წინააღმდეგობა. ნიკა საქართველოს მომავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები არიან ძლიერი დემოკრატიის და ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტორები. მოლოდინს გადააჭარბა დღევანდელმა პირველმა სამუშაო დღემ. შეხვედრები, რომელიც გაიმართა, იყო საინტერესო განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, ჩვენი კოლეგები, სტრატეგიული პარტნიორები არიან ამომწურავად უკვე შეიძლება ითქვას ინფორმირებული ყველა მიმართულებით და თუ კი რამეზე ვნანობ, აქვე გულახდილად ვიტყვი ნანობ იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მსგავსი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა არ ქონდა, რაც ნამდვილად არ იყო მისასალმებელი და ეს ყველაფერი ახლა მიხარია, რომ გამოსწორდა, ვინმე არ შეიძლება სტრატეგიულ თავარ პარტნიორ სახელმწიფოსთან არ ქონდეს წლიდან წლამდე აქტიური შესაძლებლობა მათთან შეხვედრის. გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა პარტნიორებთან, რომ ჩვენი პოზიციები გაჟღერდეს, დაინახონ რეალურად, რომ ჩვენში როგორც ოპოზიციურ ძალაში, როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში არის ის პარტნიორი, რომელსაც დასავლეთი აქტიურად ეძებს საქართველოში და ეს არის ის უმნიშვნელოვანესი თემები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება ძალიან დატვირთული შეხვედრების კვირა სენატში, კონგრესში, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ნიკა მელია თავის თანაგუნდელებთან ერთად სტრატეგიულ პარტნიორს გააცნობს პარტია ნაციონალური მოძრაობის ხედვას და გეგმებს, ასევე საუბარი იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, საქართველოში და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე.